მოგესალმებით მეგობრებო, მონოლოგს ვიწყებთ შემზარავინიუს. მაისიდან სკაიპი უქმდება. აი, რასა, ვარადა მე აქამდეც გაუქმებული მეგონა მაგ. ვაღიაროთ რომ ამ პროგრამამ გცა პატივი და ისტორიას მაინც შემორჩება, რადგან დღემდე სკაიპში დარეკვას ეძახიან ვიდეო ზარს. რა ეშველებათ ახლა სკაიპის გარეშე, ა? ხო დარჩებიან უმუშევრები. ვინ დარჩება უმუშევარი? სკაიპის თანამშრომლები? არა კაცო. რო იწერებოდნენ ხოლმე, თანხა ჩამირიცხე და სკაიპში გავიხდიო. მერე WhatsApp-ში ვერ გაიხდიან? სად WhatsApp-ში და სად სკაიპი? სკაიპს მაინც ხვანაირად ხდებოდა. რას იზამ ახლა, რაც არის ეგარი ჩემო პატა. ისე ასე მშრალად დავემშვიდობოთ სკაიპს? აბა რა ვქნა? სუფრას ხوار გავშლი. რამე სიმღერა მაინც გადავაკეთოთ, მაგალითად უკანასკნელი სკაიპ იუზერი ემშვიდობება თბილისს. მართლა დიდი მადლობა ამ პროგრამას. მისი ხმა არასდროს დაგვავიწყდება და მადლობის ნიშნად სკაიპის ზარზე ვიცეკვეთ. არ მოიწყინოთ მეგობრებო, მართალია სკაიპის ზარს ვეღარ გაიგონებთ, მაგრამ ჩვენ შოუში კლავინებურად ოლგარმოზე უკრავს და კეიბის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. სანამ ჩვენ სკაიპს ვძლოვობ, მანამდე მომღერალი კეტი პერი კოსმოსში მიფრინავს. უკვე ეს იქნება სრულიად ქალთა ეკიპაჟი, ჯეფ ბეზოსიც საცოლეც მიფრინავს და სხვა ფულიანი უსაქმურებს. ალბათ ხომალდს ეწერება ფრთხილად, საჭესთან ქალია. გადაგვასწრო ამერიკამ, ჩვენ სიმღერა გავაგზავნეთ კოსმოსში ჩაკრულო და ესენი პირდაპირ მომღერალს აგზავნეთ. ბეზოსის საცოლემ როგორ უთხრა ნეტა, ჯეფ კოსმოსში გამიშვებ, არი ეჭვიანო მარტო გოგოები ვიქნებითო. მერი ალბათ ბეზოსის ცოლი ეტყვის კეტი პერის. პრიბორიო, 25-იო, ეს უპასუხებს. რაის 25-იო და რაის პრიბორი გინაში? მე იმაზე უფრო ვიხარისებ, შატლში რომ რაღაცა მაუნთოთ ქალებს, იქიდან რომ დაიწყებენ ხელოსანთან რეკვას. აუ, ჯინის ლამპა რომ ახატია იმანანთო და რა ვქნა? არ კიდე მეორე. ეს კატარო ახატია, პატარა ყურები და თითქოს თვალს რო გიკრავს რა არის? აკუმულატორზე რო იცია. და ასე შემდეგ. ისე თუ დააკვირდი ნიკუშ, როგორ ტექნიკურად მოიშორეს თავიდან ცოლები ქმრებმა. სარვამარ. დავაკვირდი, მაგრამ კაი ძვირი მოშორება გამოუვიდა. მაგას ისე სურამ ვეღი და ჯობდა. მართალი ხარ. კოსმოსში გაფრენა არ იქნება იაფიანი საჩუქარი, არანაირად. თუმცა, აქვე შეიძლება ითქვას, რომ უკვე ქართული რაგბიც გაიჭრა კოსმოსში. რაგბი ევროპის ფინალშია. ესპანეთს ხვდებით და თუ მოვიგებთ მე-17-ად გავხდებით რაგბი ევროპის ჩემპიონები. ახლა შეიძლება მთლად სამონოლოგე თემა არა, მაგრამ 17-ჯერ რო ხდები რაგბი ევროპის ფინალში, ერთხელ არ უნდა მოხვდე მონოლოგში? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ხო და იმედია ახლა მაინც დაგვიძახებენ სუფრაზე. 16 კეიფი ხო გამოვტოვეთ და ეხლა გვეკუთვნის. ამდენი თასიც აღარ გვინდაო თვითონ ქართველმა მორაგბეებმა. იმ თავს რო ვიგებთ, მერე იქედან ვსვამთ პირდაპირ და ასე გავლოცდებით ჩვენო. კი ბატონო, ისე რა კარგია რაგბის ბურთი რომ ოვალურია. ბურთი მრგვალია და ხან მოიგებ, ხან წააგებ, ვერავინ ვერ იტყვის. სულ ვიგებთ. რაგბი არის სპორტი და იგებს ძლიერი. ხან მოიგებ და ხან წააგებ. ეს არის უკვე ლატარია. ხო და ქალმა რომელსაც მაღაზიის მოლარემ ლატარია შეცდომით მიყიდა,
2 მილიონი მოიგო. რო აუშარდეს ახლა მე ბატარია გითხარი და ლატარია რაჯადებად მიდოდაო რა არის ეს ვაი შიშით კაც ნუტელა ვეღარ გიყიდია რას მოგცემა კაცპარიც აბა წარმოიდგინე შეცდომით შევსებული ბილეთი 2 მილიონი მოიგო და ამას რო შეგდებულად აბა ხო დააქცევდა კომპანია. უყურე უფრო მაგარი ამბავი მოქვს ბიჭო მსგავსია მაგრამ უფრო მაგარი საფრანგეთში ქურდებმა მოპარული საკრედიტო ბარათით ნაყიდი ლატარიის ბილეთით ასე იგი მოპარული საკრედიტო ბარათით 9 მილიონი ევრო მოიგეს წარმოგიდგენია აი მოპარული ბარათით რო იყიდეს იმიტომ მოიგეს 9 მილიონი აბა პატიოსად ეყიდათ ბილეთი ხო მოიგებდნენ სრულ მილიონს მიიხარია რომ სამართალი არსებობს ეს ფრაგი ქურდებიც გადამრევენ რა. ასეთი ყისმათები თუ ხართ. იყიდეთ ხოლმე ლატარიის ბილეთები, რაღაც იპარავთ, კაცო. ჩვენებსაც ეხება. ამიტომ ნუ მოიპარავთ საკრედიტო ბარათს ლატარიის ბილეთების საყიდლად. იმიტომ რომ მოგებაზე მეტი შანსია რომ დაგიჭიროთ. ისევ ლატარია იყიდო ჯობია, ეგება მომგებიანი ბილეთი მოგცე. ი ბატონო, რომ იცოდეთ ძალიან მხიარული პოლიცია ყოლია პერუს. ხო? კი. მხიარული დამნაშავეები რაღაც და პოლიცია არა. აბა რა ხდება? ახლა გეტყვი. პერუში თურმე დღესასწაულებზე ცნობილი პერსონაჟების ფორმებში გამოწყობილი პოლიცია აწყობს რეიდებს. აცვიათ ხოლმე სპაიდერმენის, კაპიტან ამერიკას და სხვა სუპერგმირების ფორმები. ერთობიანი და ეგ რა ქნან. ისე კაი სანახავი იქნება დამნაშავეს რომ ბეტმენი ბიზნეს და სუპერმენი. სპაიდერმენი რო გაჩერებს და გეუბნება თქვენი საბუთები თუ შეიძლება. აი, მასეც ხო წესით იქით უნდა მოთხოვო ნარკოტესტის ჩაბარება პრინციპში. პერსონაჟიც უნდა გაგიმართლოს რა, მაგალითად მიკი მაუსი ყოფილა ჯიგარი, საერთოდ არ წერს თურმე ჯარიმებს. ხო, საერთაშორის საქართველოშიც კარგი იქნება ქართული ზღაპრის გმირების ფორმები რო ჩაიცვან, ა? თუ დაარღვევ, კომბლე გლიჯავს კომბალს. ან ხუთკუნჭუდა რო გამოგიწეს ჯარიმას, ან ნაცარქექე რო შეგახტება კიცებზე, სადღაც. კევადო, უფრო მაგარი ბაღბაღდები რომ გიცნობს და რამი გაცო შეძაბ. წარმოვიდგინე ხა ფონიჭალაში რომ შევარდნენ და ჟირაფი ჟოზე და ტინკი ვინკი, რა კაი სანახავი იქ. კარგი, გვეყოფა მაიმუნობა გადადის სხვა თემაზე. კარგი, გადავიდეთ სერიოზულ თემებზე. შრი-ლანკაში მაიმუნმა 22 მილიონ აბონენტს დენი გადაუჭრა. იმ დღეს ყველა აგინებდა შრი-ლანკენერგოს. არა და მაიმუნის ბრალი ყოფილა. იქაური მთავრობა თავში მართლობდა ჩვენ არ ჩაგვიჭრია ვიღაცამ იმაიმუნა ეტყობა. თვითონ მაიმუნმა თავი იმართლა, მე არ ყოფილი ვარ კაცო, მეცხრე ბლოკის ბრალიაო. მოატყუა აშკარად. კერასინკევის ბიზნესი ქონია მაგას და იმაიმუნა რაღაცა და ჩაუუწვა საქმე და მე იმაიმუნა. ლოგიკით გამოდის რომ 90-იანებში შრი-ლანკელი მაიმუნების შემოსევა ჰქონდა თბილისში და არ მოიცოდით. ახლა დავფიქრდი და რამდენად წინ ვართ შრი-ლანკაზე. SMS-ები მაინც დაუგზავნე აბონენტებს, კაცო. ძვირფასო მომხმარებლებო, ხვალ დღის 12 საათიდან მაიმუნი გამოედება კაბელს და არ მოგეწოდებათ ელექტროენერგია. ბოდის გიხდით შეფერხებისას. დაგვეცავენ და ნელ-ნელა ყველაფერი წინ აქვს. და ბოლოს ჩემი ფავორიტი ნიუსი. წეგან ხო გქონდა ნიუსები, იქ ქალმა 2 მილიონი მოიგო ლატარიაში, მეორე მძარცველებმაც მოიგეს 9 მილიონი, მაგრამ მე მაგაცე უფრო იღბლიანი ადამიანი ვიპოვე. აი, მაგაცე უფრო იღბლიანი ვიღარ, ერთი რომ ჩავაყარე ინტერესი მაქვს. მოусმინე კარგად. კუზიანმა ვეშაპმა ნავიანი კაცი გადაყლაპა და უკანვე ამოყლაპა. ანუ გადმოაგდო ის. მე დავშერა იღბლიანია კაცი. არ არის იღბლიანი. კი ბატონო, იღბლიანი კი არა, რაც უდი ადამიანი უნდა იყოს, რომ ვეშაპაც უკან გადმოგამბა. არა, ვადების ამბავი იქნებოდა მაგ. ნავიკი იყო ახალი, მაგრამ კაცს ქონია ვარგისიანობის ვადა გასული და შეეშიდა ამ ვეშაპს და არ მომწამოს და გამოუშვა ისე. მაგ დროს რა უნდა უქნა კაც ხო იცი, ვეშაპა თუ არ მიიღო. რა? ის კაცი უნდა დაგუჭო და თავიდან უნდა შეუშვა. იმიტომ რომ ბანკომატში ასია მართლებს. იმ კაც კითხეს
რო არ შეგეში და ჩემო ვაშკაცო მაგიტო გადარჩიო ამას უთქვამს პირიქით შემეში და მაგრამ გადამარჩი და იმა გემეპარა ცოტა და ვეშაპსაც რესია მოვლა რაც ხეიმე გაუმიშვა უკან ვეშაპირო გადა აი რანაირად უნდა გადაყო იმიტომ ცხოვრ ალაზანზე რა უნდა ვეშაპ არა არც რიოში ვინა მოკლედ ასეთი იღბალი გქონდეთ ყველას ამ კაცს რო ქონია ამის გარანტიას მე ვერ მოგცემთ, მაგრამ გარანტირებულად გეტყვით, რომ ჩვენ შოუში დოლგარმონზე უკრავს და გეიმის განწყობაზე გვაყენებს გზავრელები და გიორგი შოსიტაშვილი. მარტის თვეა მეგობრებო და ამ თვეს ხშირად ადარებენ ხოლმე ქალებს. მათი ცვალებადი და ბობოქარი ხასიათის გამო. ბობოყვათი წავიკითხე. შეიძლება სწორედ ამიტომაც არის ქალთა დღე მარტში. შესაძლოა ხო და ქალების თვეა და ვუმღეროთ ქალბატონებს, რომლებიც ასე გვანან მარტს. მარტე დავფიქრდი და მარტმა დამანახა ქალის უჩვეულო ხასიათი კითხე აიფონი პრომაქს კი რჩევნია შემგან საჩუქრა თუ 100 წალი ვარდი ასე ჭრვეული ასე ცვალებადი უცებ დაიკიდა 100 წალი ვარდი მარტი ოხეს მარტი გავს რომ ძალიან გავს არის ფაქტი რა დროს კოცნა უნდა რა დროს საჩუქარი უნდა გამოიცნო ხასიათი მარტი ეს რვა მარტი ვასტაკლებებია კიდევ კარგი ფიქრობ რა ჩუქო და რით გაახარო განავადებას თუკი და გიმტკიცებს ბანკი განავადებას თუკი გიმტკიცებს ბანკი ჩემი სიყვარული მარტმა კიდევ უფრო განამტკიცა მობილურის ნაცვლად ბანკმა შემთხვევით რომ ავტო განვადება დამტკიცა ასე დაბნეული ასე არეული მხოლოდ რვა მარტსა ვარ არ გატყუებთ ფიცა მარტი ოხეს მარტი გავს რომ ძალიან გავს არის ფაქტი რა დროს კოცნა უნდა რა დროს საჩუქარი უნდა გამოიცნო ხასიათი მარტი ეს რვა მარტი ვასტაკლებებია კიდევ კარგი ფიქრობ რა ჩუქო და რით გაახარო განვადებას თუკი და გიმტკიცებს ბანკი განვადებას თუკი გიმტკიცებს ბანკი ახლა სტუდიაში მინდა მოვიწიოთ ცნობილი ქართველი დიზაინერი ავტოცხვიტინიძე იგივე ავთანდილი შენიერი და გადასარევი არ არის ცუდი კეთილი იყოს თქვენი მომბრძანება ავთანდილ ჩვენ სტუდიაში გაზაფხული სეზონზე მადლობელი დიდი სიამოვნებით არ მოვიდოდი მაგრამ მეგობრები ჩაერთნენ ჩემი წარსული წამყვანობის გაიხსენეს და დამაბულინგეს და მოვა ესე იგი ავთანდილ მე ცოტა დავწყნადი რომ დაგინახე შავ სამოსში
ანუ სწორი არჩევანი გვაქვს გაკეთებული მე და ნიკოლოს რომ ამ სეზონზე გადავწყვიტეთ შავი ფერი რო დომინირებს. ესე იგი მოდაშია შავი ფერი? შენ შავებში არ ვიცი, ჩემზე სხვა ფერი ჯერ არავის არ უნახია და სულ შავებში ხარ ესე იგი. ხო, რატო? გარდერობში მაქვს ძალიან ბევრი შავი ტანსაცმელი და მარტო მე ვანსხვავებ რა, ძალიან ხშირად გონიათ რომ ერთი და იგივე მაცვია. მინდა გითხრათ, მარტო მე ვიცი რომ სხვა მაცვია. არა, ნუ ძალიან გიხდებათ, მინდა გითხრათ, ცოტა გაზაფხულის თუ რა სეზონი ნუ გამოაცხადა? გაზაფხულის დაიწყო ეხა, ხო? არ არის ცუდი, ხო? არ არის რაღაცა აი, ამბოს. ესე იგი მე შენი ასე ვთქვათ სიტყვებით მივხვდი ჩემო ძვირფასო რომ ადამიანს რა ფერიც გიხდება ჯობია ის ჩაიცვა ხოლმე თუ დეტალი ეგ მარტო ფერზე არ არის. არა ნუ ახლა რა თქმა უნდა ზოგადად რაც უფრო გიხდება ეხა არის ყველაზე აქტუალური და ყველაზე კაი პერიოდია ანუ რაც ხარ ის მაქსიმალურად ჩანდეს ასე რომ დღეს ვერავინ ვერ გეტყვის რომ ცუდად გაცვია იმიტომ რომ ასეთ ხასიათზე ხარ ესეთი მიმდინარეობა მოგწონს ამაში კარგად ხარ ამაში კომფორტულად ხარ იმიტომ რომ თუ ჩაუღრმავდებით საკითხს და მოდის მიმდევრების თემას განვიხილავთ არის ეგეთი მიმდინარეობა old money ანუ ძალიან მინიმალისტური ჩაცმულობა სადაც ბრენდი არ ფიქსირებს და ხარ ესეთი სოლიდური ტიპი. თუმცა ჩემი არ არის ბოლომდე. გავიგე, აი დავუშვათ ფერები, როცა მიგვითითებენ ხოლმე, როცა გაზაფხული ზაფხულია თუ შემოდგომა ზამთარი და შემდეგ, შეიძლება თუ არა რამე კონკრეტული ფერი დეტალად გამოვიყენო დავუშვათ ან აქ პიჯაკის ან წინდა მეცვას ასეთი ფერის ითვლება, ანუ ეგ ამბავი? არ მისმენდა ხო ეს მანამდე? არა, იცით რა, მე მაინც დაკონკრეტება ეხა არის ძალიან აქტუალური, კარგი. კი ბატონო, მაგრამ მე მაინტერესებდა დინამდე გამეგო ჩემო ავთანდილ რამდენად შეიძლება რომ დავუშვათ ყველაფერი შეიძლება. ეხლა თუ ძალიან გაინტერესებს და გინდა გამოიყენო ყველაზე აქტუალური ფერი. მე რა მინდა თქვენ გინდათ თქვათ მე რა მინდა. არა, აშკარად მოთხოვნილება გაქვს ხო და ანუ ეხლა არის აი აგენტები მედო და აწი ჩავიცი. ტონალობა. რის ფერის? აი კაპუჩინოს, აი ყავისფერი კი არა. ხო, აი ესეთი რა ზემოთ თავზე რო ატევს, აი ეგ შეგიძლია იცი როგორ მიხსნის რომ მე კი გეტყვი, მაგრამ შენ მაინც ვერ გაიგე ამ ფერს. ეს ფერი დაამტკიცა ესეთი კომპანია, რომელიც ფერებს ამტკიცებს სეზონის დომ, ესე ქვია. შეხედე როგორ ღრმად საუბარი დამაწყებინა მოდაზე და რა სახით მიყურებს. დიდი სიამოვნებით არ მომისმენდა, მაგრამ დიდი სიამოვნებით. კარგად გაზდილი ბიჭია. პატაშორის, ავთანდილ, რა მინდა რომ გითხე, ესე ეს ფრაზა შენ ძალიან გიყვარს, როგორც ეთქო, დიდი სიამოვნებით ვიტყოდი უარს. კი ბატონო. და შენ პატაშორის შეგიძლია გამოიყენო ეგ შენი ტანსაცმლის რეკლამისთვის ეს ფრაზა ნახე რა კარგად დიდი სიამოვნებით არ ჩავიცმებ. აი, დიდი სიამოვნებით ვიტყოდი უარს, მაგრამ ვერ ამბობ უარს და ყიდულობ და იცი რა არის, თან კომპლიმენტია. ხო. და თან ნუ როგორ გაიგებ, რა ხასიათზე ხარ, მაგრამ პაუზა ყოველთვის მოსდევს ხოლმე. გაქვს თბილისში უცხოეთში მაღაზიები, ხო ასია? კი, აქ გვაქვს 6 მაღაზია საერთაშორისო ბაზარზე, პირველი ხაზიდან ძირითადი შოურუმი არის მილანში და იქიდან მიდის სხვა ქვეყნებში, სადღაც 100-მდე კონცეპტუალურ მაღაზიაში. სოფლიო ბაზარზე. თერჯოლა და თელოვნა რა დააშავა, რატო ვარ? არ ყოფილა შემოთავაზებები, იცი? ესე იგი რა ჩატარეთ ვაკეთებ მე მიაქ? გატარეთ ელაპარაკები ასე. მივხვდი, ვით, ნახე, აი, აი დიპლომატია სად დაიწყო. ძირეულად და ძირფესვიანად ბევრი კვადრატული ჭირდება? ერთი ხაზი რო გაუშვა ჩემთან. მარტო ერთი კონკრეტული კახელკაცი რომ მოდი მოლაპარაკებაზე და კვადრატულობა მაღაზიაში. სუპ ანდომის ფერებში ჩაგიწყობ კოლექციას.
მოდი მაშინ რა ვქნათ. ჯერ სახლიდან რომ გავყიდო, ადრე რომ იყიდებო. თუ გაამართლა ბიზნესმა მე ვგლიჯოთ 1-2. დაიწყე შენ დაიწყე და შენ აქვე დადე პირობა თუ გაამართლა თელავში. დადე პირობა რომ გურჯაანში არანაირ შემთხვევაში არ გახსნი შენ მაგას. ექსკლუზივიტი. ფრენჩაიზი. გურჯაანში იქნება უბრალოდ ისარი, ასე იკითხე. იკითხე თელა. იქითო. გაუხვია იქეთ. მაგაზე ის ანეკდოტი გამახსენდა გურჯაანი და ლოცულობსო, ხო იცი? ვერთო მიშველეო რა, აი გემუდარებო და გადმოხედავ. ცოტა თელავისკენ გამოიწე, აქედან არ მესმის. იცარი იყო, კარგია. ჩაგეთვალა. ნიკოლო, შენ კონდა კითხვა არ გასვენებდა მის წარმომავლობასთან დაკავშირებით. ესე იგი, ავთანდილ, წარმოშვება შენი არის გურული ფესტი. აბა რა. მე პირველად ნახე, არ ვიცი ახლა, შეიძლება სადღაც ხარ ისე სახლში მაგალითად, ასეთი დინჯი გურული შეეთობა შენ რო ხარ. არა, იცი რა არის, რაღაც გარდატეხის პერიოდი მაქვს ეხა. ასაკში ახლა თქვენ გარდატეხის პერიოდი, ხო? ხო, ანუ ასაკობრივი გარდატეხის პერიოდი მაქვს, რასაც მინდა იმას ვიტყვი. მედია პირდაპირ ეთერში არა მოგივარ ძისკბილი. არა, ეგ გარდატეხის პერიოდი კარგახანია გავიარე. ეხა აი თქვენს ჩემსთან ახლოს ხართ ასაკობრივ კატეგორიაში, თქვენს გარდატეხის პერიოდი. თქვენ ორივე ჩემზე დიდები ხართ. მე რა გარდატეხის პერიოდი, გას როდის მოგდებ, ერთზე გუბობა გვიყუდებული გა. ხოდა საერთაშორისო სტანდარტია იმგეთ დიზაინერებს აქვთ ამ დროს გარდატეხის პერიოდი გვიან ხოდა ცოტა მივსერიოზულდი არ ვიცი რატომღაც ესე გამოვიდა რა არა მე უბრალოდ ეს წარმომავლობას და თორა გადასარევად არა მაქვს შერჩენილი ის პატარა ბავშვი იუმორით ჯერ არ დაუქნევია ჩემთვის ხელი კარგად შენი იუმორი თან რაღაც ესეთი შენეული იუმორი გაქვს ამაში გეთანხმებით და მაგარი და კარგი მაგრებს არ ტყავ ხოლმე ძალიან ხო და რამე ხო არა გაქვს ისტორია ჩემო კარგო ისეთი რაც შეიძლება რომ შემთხვევით შეიძლება ხა გაგახსენდა ან ისეთ ადამიანებზე როგორც ახლა ბედანიკას გვიყურებს აზი არ არის ეს მოდი აი ესეთ ადამიანები არა იცი რა არის ესე ისტორიები ნუ რა თქმა უნდა ძალიან ბევრია მაგრამ აი ესე კრესლოში სტუდიაში ბოლოს ვიჭი კვარცხლბეკზე შემოგვში გენაცვალოს გადაცემა რომ მიმყავდა და ვიყავი ერთ-ერთი წამყვანი ნოსტალგია შემოაწვა ნოსტალგია ხო და აი ესე ცალკე ვიჯექი ესე საკმაოდ დიდ კრესლოში და მე მაქვს ძალიან დიდი პრობლემა ვერ ვიმახსოვრებ სახელებს ნუ აი კუკური 1 კუკური 2 დაახლოებით ესე რა კარგია ტექსტში მუდმივად მქონდა ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი და მე იწყებოდა სახელი და გვარი ჯერ ხო ვეძებდი ვინ იყო ეს ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი მე ვთქვათ აი პარალელურად იყო მეორე წამყვანი ხო ჩემს გვერდით და აი ვთქვათ დუეტში ესაუბრებოდით აი ვთქვათ გიორგის და ვთქვათ ვანოს ხო ნუ უყვართ კი იყავით წამყვანები ჩვენთვის ყველასათვის საყვარელ ვანოსთან მაქვს კითხვა ნუ ყურჩ მეუბნება ეგ არ არის ვანო არა მარტულები ხედა ნუ 9 ჯერ მომცა შენიშნა და გააჩერეს ეთერი მე აი მეთიშება ხოლმე რაღაცნაირად გონება და ნუ ინსტინქტის დონეზე მივდივარ რა და აი ისევე ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი ვანო და აი ვთქვათ აი პირობითად ის გიორგი მე ვარ მე კარგია ავიდო სტუმრები გვაჩვენ ხო მომზადება ყველა იძაბებოდა და ძალიან ხშირ შემთხვევაში ან ტექსტი მავიწყდებოდა იმიტომ რომ ნუ ძალიან სუსტი ვარ ზოგადად როგორც წამყვანი ესე აღმოვაჩინე ჩემ თავთან და ნუ დაწერილი ტექსტები ძალიან ხშირად მავიწყდება. ო, რთულია. ნუ ოხრად ვიდექით 8 თუ 10 წამყვანები და ნუ
რომელიღაცა ანუ აუცილებლად იტყოდა ჩემს სათქმას და ერთი გადაცემა, ორი გადაცემა, სამი გადაცემა, ეს ძალიან დიდი კრესლო ხო მქონდა. და რომ მომბეზდებოდა აქედან აქეთ ფეხს გადავიდებდი. მე იქიდან აქეთ და ერთხელ ნახა ჩემმა ცოლმა გადაცემა ორჯერ და სამჯერ და ავთო მაგ გადაცემაში რასაკეთებ რა ამყვანივე ხარ ვიცი რომელიც შეროსტოუნი შენ ხარ ხან მარჯვნივ და მარცხნივ გადაიდებ ამ ფეხებს ხან მარცხნივ მარჯვნივ ძირითადად ეგ კადრია შენია ეს დამთავრდა ჩემ წამყვანობის ისტორია ესე იგი მახსოვრობასთან დაკავშირებით რამე ხო არ გეცნო ნიკოლოს იცი ზუსტად იგივე პრობლემა ავთანდი რა მინდა რომ ითხრა სხვათა შორის ჩემი პატაც აგერ ჩემი ზაზა ამ ამბავს დაგიწყებს საუბარს ბიჭო აი გელამ დარეკა იმ ამბავზე არ არის ვინ არის გელა ვინ გელა სირავდილეში დარეკა თორნიკე მართლა ვიცი გელამ დარეკა ერთი ასე რო არ ემთხვევა საერთოდ რო არაფერ შუაში არ არის ეს გელა არ ვიცი ახალ გატაცებასთან დაკავშირებით რამდენად შეიძლება ითქვას ახალი გატაცება ეხლა მე ასე ჩაღრმავებულად არ ვიცი როგორ ხდება, მაგრამ რაღაცას მაინც ხატავენ ხო დიზაინერები და მე გადადის. ავისავთ ესკიზები. შენი გადაცემა ახლა ის ტრაპარეტული ფრაზა გახდა უკვე ჩიტმა მომიტანა და რომელმა ჩიტმა და ამდენ შეწევი ჩიტებს ელაპარაკები და აპავი არ გვინდა და ხატვა ესე იგი სხვა მიმართულებით დაგიწია. ფერ წერაში ვარ ეხა გადავარდნილი. ანუ სერიოზული ხო, ესეც ალბათ ერთგვარი გადავარდნილი თუ ჩაჩეხილი. ანუ შეიძლება ითქვას ჩაჩეხილი, იმიტომ რომ ახალი ზოგადად ძალიან მაგარია შემოქმედი ადამიანისთვის როცა შეუძლია თავისთვის მოიგონოს რა თავისი სამყარო და იმ სამყაროში იყოს სადღაც განეიტრალდეს ასევე დავიწყე ავეჯის კეთება იცი რა მოდა იმდენად კარნახავს მე როცა კარიერა დავიწყე ვიყავი ძალიან თავისუფალი და გულწრფელი იმიტომ რომ ვაკეთებდი იმას რასაც ვხედავდი რაც მინდოდა და ამას ადამიანები ატარებდნენ ნელ-ნელა რა თქმა უნდა დრო შეიცვალა და ისევე როგორც ჩვენ მეკითხები ჯობია ავეჯი მართალი როგორც ჩვენ მეკითხები ეხა რა ფერია მოდაში რა სილუეტია მოდაში უბრალოდ თუ ბოლო პერიოდში ბოლო 10 წლის განმავლობაში სადღაც ძალიან გააქტიურდა ეს ყველაფერი არ დაიცავი უბრალოდ კომერციულად წარმატებული არ ხარ შესაბამისად ჩემი შემოქმედების აი ესეთი გზა თუ არ ვიცი ამოფეთქება სადაც აქ ბოლომდე ვერ ვახერხებ ხატვაში ავეჯი არ კეთდება ეს კომერციისთვის და არ მყავს შემფასებელი. ასე რომ თავისუფალი ვარ და ამითი სიამოვნებას ვიღებ. ანუ შეიძლება ახალი მიმდინარეობა გაჩნდეს. იცი რა, როცა ავთანდილიზმი. როცა მზად ვიქნები, ალბათ გაოფენას გავაკეთე. რატომაც არა, თუნდაც კომერციული სახითაც რო შევხედოთ, არა, ძალიან მინდა რომ ეგ არ იყოს ჩემი მთავარი შემოსავალი, იმიტომ რომ არ მინდა რომ გავითვალისწინო რა ტიპის მხატვრობა და რა ტიპის სტილო უფრო კარგად იყიდება. აი ეგ მინდა რომ დავგმო ჩემს ტვინში სადღაც რომელიღაც წელი. მე მაინც ავეჯის მიმართულებით მივდიოდი გამოსაცვლელი მაქვს. აი აი კუთხის დივანი დაუხადა. მოდი ფეხზე გადადების დრო. ლექსებსაც ხოა წერავთო? არა, ჯერ არა. აი ეგ ეტაპი არ დამდგა რა. არა, ნიკამ დაიწყო და მაგიტო. მართლა, აბა არ მაქვს გარდატეხის ასაკიო. მე მგონი დავიცი მე მაშინაც ვწევდი. რომ გაგვიზია რომ არ მოსულა. მე მგონი მე უფრო გაკვირდებით ორივეს უცნაურ ასაკში უფრო ხარ. გარდატეხის ფაზაში. აუ ზეგარ გურულებს ძალიან მალე იქნები შენც მაგ. აი ძალიან მალე. კარგად დაგვაბეროს დაასხიგიო. ეხა გალანზვა იყო თუ ეს კომპლიმენტი. გურულებს ერთი პატარა ანეკდოტი მინდა. არ მიყვარს ეს ანეკდოტი. ამაგის გურულ ბავშვს რო ნათლავენ რა. იცი ეს გურულ ბავშვს ნათლავენ. ნუ პატარა არის ახლა ეს ბავშვი თვეების არის და ძმა ყავს კი 1 3 4 წლის რა.
და ესეც ნათლობის პროცესში ამბავს ნათლავეს ხავის ეს ბავშვი გალურჯდა რა ტირის და ეს ძმა გადის გამოდის ნერვიულობს აგიბახანა აღარ ივარგებს არაფრად აუ ბიჭოს არ მეცილება მაგრამ კარგია აი გურულის არის ეს სხარტი ბავშვი 4 წლის იცი რა თითქოს თავიდან ჩემო ავთო დავიწყეთ ამითი მაგრამ მაინც ახლა უნდა ჩავეძიო რა ორივეს ერთდარი ესე გადავწყვიტეთ რომ ჩვენ ძმაკაცები ვართ მეგობრები ვართ პარტნიორები ვართ ასე ხო თანაწამყვანები გვინდოდა რაღაცნაირად და არ არის ეს ახალი ხერხი დამეთანხმები და სოფლიო მასშტაბით და ყოფილა ორი წამყვანი შემთხვევაში რომ თითქოს 2-1-ში რაღაცა მსგავსი ამბავი ყოფილიყო. გუწევად გითხარი რომელს უფრო გვიხდება, მაინტერესებს შენი თვალი. აბა დეფილე გააკეთე, ესე არ ხდება ხოლმე პრეზენტაცია ტანსაცმლის. გავიაროთ ესე? ხო რა, გინდა გასწავლო როგორ უნდა. კი, რა თქმა უნდა, გასწავლე. აბა? კაი. აბა? აპლოდისმენტები. მე რა შემაყუდეთ იქ, მოდი თქვენც აქეთ და გაიმეორეთ. კი ბატონო, აბა? აი თქვათ. ამას ხო ხედავ, რო არ უნდა დაეჯახო ასა. კი არა, ეგ გავიკე. აბა ბჯოთ. აჰა. განმოდიხარ. და ლამაზად ფიქსირდები. სასურველია ცალი თეძოთ ჩატეხო. ეგრე არა. კაი. დგავ ფეხს. კიდევ ერთხელ ფიქსირდები. კიდევ ერთხელ ფიქსირდები ხა აქეთ. აქეთ ჩავკითხოთ. კი, თავს ტოვებ იქეთ. და ბრუნდები. საით? სადაც გინდა შენ შემთხვევაში, რა ვიცი მე. კარგი, გავივლით მაშინ ახლა. მოდი. მიდი და მე შეგაფასე. ამოდი ჯერ. წინიდან დაგვინახოს, აქედან დავიწყო. ამოსვლა უნდა დააფიქსირო. სირო ჯერ ჩატეხეთ. ეძოს 4 ჭიქის მერე რო შევიხოლმე, რო ჩატეხავ ხო ესეთ და. კარგი. ყურადღება, თხოვთ მუსიკა. ხო, და ბოლოს ას გახედვა სექსო თერმოდინამიკა. ეგ არის. თავი უნდა დატოვო. მადლობა ბიჭებო. ხო, დავამთავრე. არა, დავძანდით, ჯერ ეხლა იწყებ. ანუ ორივეს გვიხდება, არ გვაწყენილება. მაბულინგა. ნუ მაინც ახლა იმას ნომერს. უნდა გავხდეთ პირველ რიგში. არა, ეგ თემებიც უკვე ახალ ეთიკაში არ შეიძლება სულ მაგაზე ვფიქრობ. ეს თვა ჩემიანი ყოფილა, მერე? იცი რა არის კოსტუმი სწორად წარადგინა ვაჟბატონმა. იმიტომ რომ შენ კოსტუმის შესაფერისად არ იქცეოდი. იცი რა შეასაკ, იმერელი ხო კოპწია ხალხია. კოპწია არ იყო ბიჭო. ჩემია. აი იცი როგორი, აი ზედმეტი. ზედმეტი იყო, იმიტომ რომ იუმორისტულ გადაცემაში. მაგრამ ახლა ნახე შენ როგორი ზედმეტი ადამიანი შემოვიყვანოთ ჩვენ. მედი. ვერ მიმახსოვრებ რა თქმა უნდა მის სახელწოდებას. ჩვენ გვყავს სპეციალური მოწვევით ერთი ადამიანი ბატონი ვასილ სურამელი. დიახ ბატონო. და მინდა რომ მოვიწვიო ახლა თქვენი ზებართვით ბატონო ავთანდილ მოვიწვიო ჩვენს და ჩვენი ტელემაყურებლის წინაშე. მოგესალმებით. ვთქვით თქვენ დაგემსგავსეთ ჩაცმულობით ბატონო ავთო. გოჩ, მოკლედ რამოდენიმე ადამიანს წარმოადგენს ახლა უკვე სერიოზულად როგორც ბრძანეთ და შევეცდებით რომ ჩვენებული ვერსია გაჩვენოთ. მაინც პროფესიონალი რო დააკვირდება. როგორც პოეტი ლექსად ანუ კონკურსში დლად კონკურსი არა, ჩვენ რო გაჩვენოთ ჩვენი ჩაცმულობა სტილი, ჩვენი პერსონაჟების, რომლებიც ესწოდენ უყვართ ჩვენს მაყურებს. დიახ. იქნება არ ღირდეს. ჯერ გაჩვენეთ და ღირს თუ არა? დავიწყებთ. ბატონი ავთო ცვიდინიძეს ასაკი არ ეთყობა და დადის მუდამ მაგარ ვიძე, ცნობილი დიზაინერი ჩვენი ავთო ცვიდინიძე.
გემოვნება ისეთი აქვს, სოფლიო მოდას გავკარი. მის შარვაში ჩაეტება 2 ტომარა კაკალი. სამიც გადავიდეთ ბატონ პაატაზე თუ შეიძლება წარმოვადგინოთ. პაატა მინდა გაგაცნოთ. მოდაშია შეუვალი, მოსწონს შარვალ კოსტუმი და ზმანი ცოტა ქეჟუალი. ნაღდი კახელი კაცია. ცოტა უნდა მოილხინოს, ერთ ჯიბეში ყანს ინახავს, მეორეში ბოთლით ღვინოს. ურბესი მადლობა ბატონო პაატა. თუ შეიძლება იმერეთის პრინცი. ჩვენი ნიკას ჩაცმულობას შეამჩნევდა თქვენი თვალი. ყველაფერს ადვილად ირგებს. ჩიტო ისაკ ხარბიტანი. ეს სუნამო არ გეგონოთ. წამივიდეს ლამის გული, ნიკას ყოველთვის აქვს ჯიბეთ იმერული ხაჭაპური. მაღალთიანში გადავედით ოდნავ დაბლა. ბატონი მოგელი. ბატონი მოგელი. მომზადი. დამეთანხმეთ რომანს ყუი, რა საოცარი ზმანია. მოზოჯის სულის წამდგმელი ჩვენი მოგელი მანია. ამობა მისი კუდი ძალიან გავს კალდეზე არტიოების ბუდეს, შიგნით მეგრული აჯიკა, დამიჯერეთ მუდამუდეს, აკე? ბრავო! თუ შეგიძლიათ რომ მეც წარმოვადგინოთ ბატონო პაატა. კი ბატონო, ნიკასკენ გადავალ. მადლობა. კარგით. ხოთ ბატონო ვასილ, ახლა თქვენი რიგია. ჩვენი სლებართვის ტანზე კარგად მოკუტკუნდა. თელი ზამთრის ნასუქია. მის ჯიბეში კალამი და ერთი ცალი ნაზუქია. კი ბატონო. ყოველთვის. ეს მხოლოდ მას უნდა ეცვას, არავინ არ ეცილება, როგორც თვითონ კოლამ გითხრა, კოჭზე იცის შეციება. ეს არის აუცილებელი ატრიბუტი, რომ კოჭებზე როცა გწივათ, ამოიწევთ ამ ყველაფერს. კი ბატონო. აი ესე. ადას ბოლო კოლექცია ისე რომ იცოდე. მართლა? ხომ არ ჩამორჩებოდით აბა. შაყირობთ იმაზე, რაც არიცით და მოდაშია. მოდაშია, კი არა. არ შაგირობ, დავთარ ხამეები გვაგრათელები. შაყირობთო, რა შაყირობთო. და ეს ის ფერია პანდონმა რომ დაამტკიცა. აი, ეს არის ყველაზე კაპუჩინოს ხმერა, კაპუჩინოს ხმერა. ოჩა, ყველაზე მოდური ყოფილა ჩვენი კოლა. ფერი გადაცემა საერთოდ. აი, მადლობა ვასილ, მადლობა. დავამთავრებ ისევ ლექსად. დიახ. ავთო, ლექსი მოგეწონა? გაიგიმე, თან არ ბრაზობ. ძალიან გთხოვ ჩვენი შოუს Fashion Week-ი შეაფასო. როგორი? აი ნახე, არავინ არ მისმენს ამ სტუდიაში. არა, ამას გადავჭრით. კარგად თვითავიდან და უნდა გაგვიმეორო. აი, ავთო, ეს უნდა დაამთავრო როგორც დაიწყე ისე. ხო თქვა, ფეშენი არა მოჭრა. არა კაცო. ასე უნდა და სიამოვნებით ვიტყოდი უყურს. შევაფასო. დიახ. სიამოვნებით არ ვნახავდი ამ ყველაფერს. დავასვენებდი ჩემ თვალებს, მაგრამ მოდი სერიოზულად ვიტყვი, მართლა ისეთი აქცენტები იყო, რომელიც თქვენ დაუნებურად არ გაგითვლიათ, მაგრამ ძალიან მოდაშია. მაგალითად, აი ეს კუდი და აი ეს წინდა. ყველაზე მოდური კუდი. კი, ნამდვილად. და ესენი. კი ბატონო. დიახ, ეს ვიცოდი მე და ეს კუდი. და ასევე გამჭვირვალე სათვალე. ამ პერსონაჟს ვაკეთებდით გულწრფელად გეუბნები რა. იცი რამდენი კამათი გქონდა ერთგვარებში. ესენიო რა არის ვისაცია. რას გეუნებოდი ბეჭი? მოდური ყოფილა. ჩემთვის ზრუნო პაატა. ესე იგი სხვა სტილისტიკაში რა თქმა უნდა, მაგრამ ხო, გასაგებია. ჩემო ავთანდი, ჩემო და ჩვენო ძვირფასო ადამიანო, ნამდვილად ეხლა
ბიჭებს მადლობა. მადლობა თქვენ. დარჩეთ, დამთავრებისკენ მივდივართ და არავინ არ მეგულება იმ ეპოქაში რა ეპოქაში თქვენ მოღვაწეოთ, ვინმე არ იცოდეს თქვენი შემოქმედება. თითქოს ეთნაირად მოვდივართ ადამიანები თქვენთან ერთად და მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემს სახთან, რომელი მაღაზიაც არის, ხშირად ვარ ხოლმე სტუმარი და მაქვს გარკვეული მაისური თქვენი კეპი და ქურთუკი და ვცემ პატივს. მართალია მე ჩემი უფროსი ვაჟი წამართლებს ხოლმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პატივისმცემელი ვართ ჩვენ თქვენი შემოქმედების, თქვენი არაჩვეულებრივი ხაზგასმით და ძალიან კარგია რომ დღეს ჩვენი სტუმარი ბრძანდებით, არაჩვეულებრივი იუმორი, ნამდვილად გურული სიდარბაისე პირველ რიგში და მე ეს ხალისი იუმორი დაგვიტოვეთ და გვინდა გითხრათ რომ რა გატირებს. არიტირე, კიდე მოვალ, ერთ 3 წელიწადში. ჰე, ამოღერღე. ნაზუკი სურავში წარალი დამყოფია. გურული ბოჭი. ეთქობა დააჯე ქიზე. სურავში არ არის დამყოფია. გურული ბოჭი ისანეო. მოწყენილი ნაზუკია. და დიდი მადლობა უთხრეთ ყველასთვის, ვირფას ყველასთვის დაყარებს. ბრავო! მადლობა დიდი. გედაცვალეთ მაგ ვარაყიან ცხვირპირში მეტყვა. გადასარევი იყო, გადასარევი აპარავი. დაახიეს, დაგლიჯეს ვიჯება ყველაფერი ვიჯო. არა, ეგი ვერ ვყავს ჩემი ხოია, მაგრამ ხასიათზე, მაგრამ ეს მიზამისიც ვიჯო, მიზეზია და ყველა. გადი კაც თავი დამანebe შენა. რა შეინტერესე ახლა მაყურებელს რა მიზეზი მაქვს მე და რა დგემებუტაი ჩემი მარო. აი სამამსა ეჩემისა. სულთა პროვოკატორი ხარ რა, აი პროვოკატორი. რაგინა, ვიჯო, რუიცი, ვიჯო, ხანდახანე დაუბიკრებელი ქმედებები და ლაპარაკები. აინტერესებს მაყურებელს ყველაფერი შემოძამია, მათ შორის მაამბავი ზუსტად რატო გეჩხუბა შენ მარო. აინტერესებს არა ისა და აიცა რა გეხვეწებიო, აი. დედა ბიჭო, ვინ არის ეს უგანაჩენო კაცი ვიჯო? ჯოკოვიჩი რო ნადალისიდან დადის, მაგ აინტერესებდა, მიხოდა როს კონფლიქტი არ დაინტერესებს ვიჯო. დაიცა ცრებში ძახშინა. მართლა დადის ჯოკოვიჩი ნადალისიდან თანა. მე რა ვიცი, კაცო, ისე თქვი სიტყვას. ვინ არის ეგენი რომ საერთოდ მეც მაგას არ ვიძახი, ნო, ვინ შეიფეხები არიან ეგენი საერთოდ. მე ვიცხოთ რეგიონალური ამბების მოხილვა. გამაგია, დაეწე ხა. მარო მაინც არ გამოვა. არის ოთახში ჩაკეტილი თავი თვითნა. დილითა ჩვენი გავიცხელეთ რაღაცეები. არა მაინც არა უნდა, კაცო, ვერ გავიგე. რა გავაკეთე ხლა ეგეთი? მოხუც ხალბატონსა მივეხმარე, ვარგი მივატანინე სახელამდე, ბიჭო. რა არის ამაში გასაბუთ საწყედინებელი აქა, კაცო? აბა ბიჭო, აბა გადაღზუებული ბებერი იყო. 30 წლის ფოტომოდელი, ბიჭო, ბებერია. რა 30, ბიჭო? ეგა კაი 32-ზე მეტი არ იქნებოდა. მაგი გამო უნდა გამბუტვოდა და ჩამეშვა დინგი. მიდი დაიწყე, მიდი კაცო რა, მიდი. ფერს ნუ ვალაპარაკებ, აი ხა ხალხი გვიყურებს. მე კიდე ვიწყებ ზამია, მაგრამ შენ თუ არ შოურიგდი მაროს, დავრჩევი და დავწყდები ჯიერი ზამია შენ. რავი, ვიჯო, შაურიგდი ხო, მაგრამ უნდა ვქნა, რამეს მოიფიქრე, მორჩეთ ახლა ისე სხვათა შორის რაღაცა მოფიქრებული მაქვს და გემგმემრე გაგანდობ თქვენსა. მიდი ჩაცხებანამდე. კაი ზამია, ახლა უნდა განახოთ სასწაული.
მიდი ჰა სასწაული უნდა გადავოთ, ესე იგი, რაც ქუთაისში არ ჩავსულვარ, საწასულა ვი ტექნოლოგიურად გედევირია კაცი. ნახე ფოტო, ვიდეო, ფოტო. აყალებ წნევა მაქვს ისედაც საკაცი. ფოტო შეხედე ძამია. რა არის? ქუთაისური თოვლმავალი ტაქსი. ეხლა ეგეთი ტაქსი მართლა შაიქუნეს ქუთაისელებმა თუ კომპიუტერში იტყვევიან რაღაცას. ეაკია მაგასა. ეცა ფეიკია. თუ ნაღდი ტაქსიეთი ამოღირღი ეხლა მიდი. რა ვიცი ზამია, არც ერთი გოუჭირდებოდა ქუთაისელებს და არც მეორე. მაგრამ მე უფრო მართალი მგონია. არ გახდიდნენ მაგას ახალსალაბარაკოშები ქუთაისელებს. აი ამაი რომ გამაიძახებენ. ოპერატორი რა შეუნევა, იო. თქვენთან მოესრიალდა ბადრიჯი ფერი ტაქსი. ნომერი ესადა ისო? მე ის უფრო მაინტერესებს ის სანტა-კლაუსი სად არის, სად გადმოსვეს და სად გარაკრასკეს მე ეს ტაქსა. და რამდენი მომში დარჩებოდა უსაჯულო უსანერული კომპენერა. იგრე მეც ვფიქრობ, თორმავალ მანქანაზე მე მგონი რომ არ გვაწყენ და აქა ჩვენთანაც კახეთში. რავი, მარტი გიჟია. შეიძლება შემოbrunდეს საეგრე ზამთარი და მე რა ვირიტაჭკა მაქვს დაუყენდი ჩემს სათხილამურებსა და მიდი ასრიალდი ჩამოსრიალდი და გამყავდი დედა ვიჟეთ ხანდა მართლა წნევა გაგშერგი მე რა გოუბალავში რა ფერგეულის ვიო ვირი დაფიქდი რო ლაბარიგო რაცა აბა რო გეუნები რო ტვინი არა გაკემეთქი წინა რო შემოვირიგე მაროს გაუშე ბიჭო როგორც დეტა ტრაქტორი ეგრე წმინდავს ეგაგზასა არა უნდა შაურიგდე ვიო მიდი არ გამოვა მაგი გარეშე ხედავ რომ აი გიგონება რაღაცა მაკლია ელები პეყები და რავი მიდი გააგრძელე მიმოხილვა მაგლიერაც ეს გაჩარი პროექტი კარგი შენა ეს ახლა მაგარი ამბავია ევროპიდანა კერძო და ევროპიდანა ერო ქუთაის მიასკდები ხოლმე მე ნახე სადავარ გასულ მაგით არ არის მაგე მოკლეთა კერძოდ იტალიიდან. იტალია. უფრო კერძოდ და კიდე ბოლონიიდან. ესე იგი, ბოლონიაში გაიმართა ღვინი ფესტივალი, სადაც მარტო კახეთმა დაუგდებული, ვიდო. მარტო კახეთმა. 9 ღვინის კომპანია ამონაწილეობა შიგა. ხედავ შე. და ბარემ კახეთში შეეტარებია სულკახური როგორ თრევია ზიგავდი ბოლონია პარაკი ეხლა სულ ჩვენო სვამ იმათაც გონდა გავასინჯოთ ვიჯო თანა მარტო ჩვენ კი არ ვიყავით აგე 1000 კომპანია იყო ჩასული სხვა იმიდანა ქვეყნებიდანაც აიქა შეოჯაღაჯერებულო კახეთში ზოეტოებია ცოტა ღვინო ზულოგაზინეს ბოლონიაში ბიჭო დამშვიდი გასო შენი სამყოფი დატოვებულია განა რამდენსასო ორ ჭიქაში გდიხარ ტარიკაჭკაჭივითა როგორ აყვედრის თავსავ თელესაქართლოს ამის დალეული არ მანა ვიზეურევი შენო ღვინოს ვიდენ ველაი დამკვდა კლასში მე მეურევი მაგასა აპო ვიზეურევი აი ერთი მარო არ იყოი გაბუტული დაგიმტკიცებდი ყველაფერსა აი ეგრეა აგე და ის ვიფეხზეო და თავზე აკაცოცდებაო ეგარია ზუსტად შენი გულით არ წავედი მე მანდა საერთოდ რო იცოდი მე მეთქი ბიჭებ რაღა დავალევინო სულ ბოლონიელებს თუ ჩავახეთქე იქამეთქი ყველაფერი მაგრამ აბა ვინ დაგიფასო შეტ კანახარეს მაქანაებს გეუნები შეგაგახარეს ღერთი მიდი მე გამეიტანე ვიჯო გამეიტანე რას მანევრიულებ მოგდი ნევრიულებ დამთავრებინე ვიჯო ჩიტოვიჩი მართლა ვიღაც სარეგონოსო ეხა ვეშაპივით დასვა კაცი გურუნდებით თემაში თემასთან ახლოს მინიმუმ თურმე აი მეღვინეება ჩვენებმა რა ევროპელები გადააფრთხილე რა თუ არ გინდა თორო იჩხობათო ეგე თელავი და გურჯანის ღვინოები ერთად არ დალიოთ და იგეში იმიტომაც აიგარე დემოკრატია და სიმშვიდე ძავია მაგცეს რო იცავენ კაი მივხედოთ ახლა გავაგზელებ მიმოხილვას ახავე სასწაული ამბავი უნდა გითხრა ჩემო ძავია მიდი აი შემსუბუქებები აკლე მივიო რა აკლე მივიო აკლე ხო ის რომელია როგორიც მაგრამ მიდი ეს არის ენოტი მაკლები რომ აკლე მემრერო დაილაპარაკო არა კაცო აკლემი ჩამეიყონეს ყაზმექში ნახე ბატონო
ესე იგი ჩავარდა დელიგების ბიზნესი. აცი აქლებებით გერგეცეს ეი. როდის ახდება ეს ამბავი? ახალია, ბიჭო. რა არის ახალი უტინო ხარ მეთქი? სად იყვნენ ნეგენი? გეგემ რო ჩამაიყვანა აკლები პირდაპირ იმაში. თელავში. და მეორე ბორჯომში. მე სხვა ფოტოგრაფებმა მოუკლეს, თორე ეგ ფულს აკეთებდა ძმაო, იმიდე დავატირე. იც შენა ეგ ამბავი? არა. ბიჭო, ვიცის რომ ამბავი ჩამევიდა ორი კვირა რომ არ ხავდა. აკლები დირექტორი იყო თავიდანვე ახალგაზრდობაში. ერთხელ მე მისულა სურათი გადაღებისთვინა თვრალი 6 გურჯაანელი. კიდე თორე ყველანი უნდა შავასხდე თუ ზედაო გადაგვიღეთ სურათი. აი ახალი ფილმი იყო მაშინა ეგ. აკლები ზოლა ახალი. ფოტოგრაფია უნება თურმე დაიცო შვილო, აბა რანაირათო 6-ო ესაო ისო იქამდე მივიდა საქმე ეს შენი გეგე გამაიძახეს დირექტორი. ნუ გვიჭირს რა? აკლების დირექტორი ხო? რა ჩააღე. უთქია შვილო, აბა დაეწყნანდით ახლა 6 კაციო თან გურჯანელები ხო დამიმთხვა აკლემიო. და თან ეს აკლემი ეგრე შვება, როგორ შვება? ხო, აი, ცოტა მოხუცებული აკლემი ხო, ვერ გაიგო სადი. კვილების ვარ. 6 კაცი უნდა შავაჟდეთ კიდე თუ არა, ამას უთქვია გეგეს გაუყანე, მაიხერდია ქეთო შენაო, მაგაკლებს უყურებო 12 კაცი ვასხედავთ უკვე კისერდა და კიდე აია. მაგიდი ახალი ამბავი, რა ახალი ამბავი კაცო, რა სალამ. ოდა ყაზბეგში ჩამევიდა, ოიო, აკლებიო, ყაზბეგშიო და ვიღაივლის აცი რა ვიღაივე, დათოლი გზებია გერგეცე. მანქანები ვერადია უნდა აკლემიავა. როგორ ორხიდიანი აკლემია? აიდედა. ორკუზიანი გამიგდა ორხიდიანი არა მიჯუ. აი ახლა რომ მარო იყოს აქა, როგორ უნდა შავილი გოიცოდა. აი მე მიხო წამიყვანე რა ყაზბეგში არ მეტყოდა. აკლევით მაკატავე, ხო გაეწყვიტავდა ხერხი ყარში გუბედულსა, ჰა? კიდე გაეღრა მომენტი არ არის არიგებული. ხო ვიცი, ვიჟო, ენატრება მოსმიჯვა. ამი შოხდაგული. ენატრება, ხლა ტრადეგრია. მიდი, ვიჯო, მიდი, მართლა რო გვაკლევით იქცევი, მიდი წაეკითხი, ჯო. ამბავი, მიდი, ჰა. აი, ზამია გადავაგზელებო, მეგი არ მეზარება მაგ. მიდი, ჰა. ვერიღავით კარგად და ერთად და თკბილად და წევიკითხავ მაგრამ სიზო. მიდი. გადავიდეთ საერთაშორისო რეგიონალურ ამბებზე. ესე იგი მაღალი ინფლაციის გამო ბელგიელების საყიდლებისთვის საფრანგეთში დაიარებიანო თუ ჩვენ შეგეარო. ოღონდ ჩვენ თვით ლილუას საფრანგეთში. პრობლემა. ეს კი არ ვიცოდი, კაცო, საფრანგეთში თუ ინფლაცია იყო, ოიო და შემევირადო არ გადადიან, ნეტავიო. პრინციპში მაგერი მაინც არ ყიდულობენ. შენები, ვინაა? ეგენ ჩემები. დავჩავინმე, ამოდენა ხარი ახაზი ხარ, იქნება აღარავინ აღარ დაგცა შენები. რა, გეტილდა თესაობა, განშორები არ გადადის. აჩენდი, ვიო, დაიფიქდი ეხლა რა, დავფიქდი. ვითომა, ვიჯო, უყურე გურჯაანშიც ინფლაციაა, აბა? რატო მაგაზა? რატადიან მაშა გურჯაანელები თელავში ბაზარის საყიდელები? აი მითხარი? მაგი არ ვიცი ზამია, მაგრამ თელავში რო ინფლაცია დაიწყოს. შენ არ წახვალ გურჯაანში? სურო 1000 ჯერ გაძვირდი, 1000 ჯერ. გურჯაანში მაინც არ გადავა. ეგრეა ეგა. ავიცი ზამია, კი ვღერა გურჯაანზე წინა მიმოხილვაზე სიმღერა და ეხლა ეგ არ გამახსენო ძალიან აქ თხომ რა. ის კი არ ვიმღერე, მომღერე. ეხლა რომ მოგიშვებენ ეხლა და დრაბილკის იმაში ჩაგაყოფილებენ ხელსა. არა ძნელია რა. კლავი მოგნეჯა სარაჯობია იმერო. რამოდენა ვერ ახედა ერთხელ თუ გრავს ტაშა იჩემისა. აბა ვიო. იარი ვერე მოსახლეზე რა მე დაიდანი აქ. ო არა და ბიჭო ვეუნებოდი იმ ფრანგებსა. აი როგორ უნდა მეთქი მოქცეულიყვნენ. აი როგორ უნდა მაიქცეთ ინფლაცია არ მომხდარიყო, მაგრამ ვინ გიჯერებს, ჯო? ვინა? ხო რა მაგრამ, ზავია რა მაგრამ. რა მაგრამ და ქართული არ ესმით, მაგ ჩემისებსა და რას გაიგებდნენ ვეუნებოდი და მე რა ჟოლეტენ და ჟოლოტომ მე არ ვიცი. მე გეტყვი ზამია, როგორ უნდა დაძლიონ ფრანგებმა ინფლაცია. მიდი ერთი აი მიდი ჰა. შეხედე დამიგდე ყური კარგად. მაგას უნდა ზამია სწორი მენეჯმენტი, ვალუტის სტაბილურობა, პროდუქტის მოგნილი იმპორტ-ექსპორტი და სწორი საგადასახადო სისტემა.
შენ იყავი? რას მიყურებ? ზამია, მეც რა ვთქვი? რა იქნება მოგობილო რა ადგილი რა ვის საუკუნეები ავიდე და ვადინე ხედა. საიდან იცოდი? კაცი არა. სადმა ქუჩე. ო და რა გითხარი ზახარ? 누가 გამაბეორები ებება? მომამკლა მის მაწუწურ მაეგეთი გონება და გახსნილი თუღარ ჯურო რაღაცეები დაგვარიგია კაცო. აბა რას არ მიგიდებ ყურს და. არ გიგდებ ყურს კი არა მოკლეთა ახლო მაიცი. ეგ ძალიან ახლოა. ეხლა უყურე. ეხლა გიო შენა გამოსტილი კაცია ეგა შარიგებებში. დიმა ჭირდება. აი ეს ორი ვიღბულო არ მინდა. ესე ცუღლუ. არა აბა ცუდი ისა კაცო ფეხ. ეხლა უყურე შენა მე შენა შენ ჩამოხკრავ გიტარაზე კაცო. რაიყო ჯო როგორ ყველაფერი იქაგაქსედა. მე კლავიშ დაკრავ. ოღონდ ეხლა მოსუქებული ხარ ორ კლავიში ერთად არა იყო ჯო. შენ ჩაულ რეჟიმში დიმა. უხმოთა მარტო ხელებით. ვამ ხედავ რო ჩამოარიგე ეს თანამდებობებია განა. სამი ხო რა არის? რა ხდება? მაჩვი ხოიც? მაჩვი. აგეიმის გარებიძაშვილი გოგიას. არა ჯო ეგრა. მაჩვი. არჩვაძე დათო. ჩვენი ძმა მაგას მედაცვალე რომელიო? ხო კი ვითომ ძალიან იცოდეს. მოკლეთა დავითას გაუგია ეს ამბავი. სიმღერა მაქვს დაწერილიო და აი ეს სიმღერა და უეჭველი შაგიშვებს შიგაო. ანუ საძინებელში რა. ხო. ხო ეხლა მე აი ეხლა თქვენ დახმარება მჭირდება რომ დავხკრა დოლი გავწიო რაღაცეები. ხო ძმაო არ არის ძმაო პრობლემა. და მე ის დარწმუნებული ხარ ახლა მას სიმღერაზე უჩუყდება გული. რა ვიცი ძმაო ამიჩუყებია ადრე დრო იყო და მოვიდომებთ რაღაცეებს და თუ აუჩუყდა ხო გეშუნება და შაშშამშას აღმოდი ვახშამსა. თუ არა და ეგ გავხკრავთ სადმე იძველი მუჯუჟი კი არის და დაბა ერთ შემაბაცვას დიდოლი თავზე შემოვერდიდან მე. არა შენა ეხლა ცოქლი ჯგუფიო ბოიციო მართალი ეგონათ მე ვიცი მაგი წამალი. დავიდე ბიჭებო ცადოთ კაცო რა ერთხელ კიდე მოუხადოთ დავითას არჩვაძეს მადლობა. რომელმაც ჩარიგების სიმღერა გვაჩუქა. შარიგების აბა წავენ მოფერება სულში ბროწეულებს მიფეთქე წვიმას ჩამოწურავზე ციდან და შავღრუბლებს უცაბედად მითეთრე გიჟურად ამადევნებნი ავქარებს სევდიან ანგელოზებს მიფეთე შენი კანის სითბო მაკრობელა დღესაც გაწოლილა თითებზე ზაფხულში ყვავილებში მაბანავებ ზამთარი ტანგოაო ფიქრებდა მოსუხარ გიკოცნია შენებურა მე კი ურცხვად დავფიქრებდა გონია მაკოცე და გამეპარე მერწმუნე ვერ საცახვალ დარშები რაც აშლის შესკენ ფრიად გაღიმებას გრძნობებად აფეთქებულ თვალებში ზაფხულში ყვავილებში მაბანავე ზამთარი ტანგოაო ფიქრებდა მოსუხარ გიკოცნია შენებურა მე კი ურცხვად დავფიქრებდა გონია მაკოცე და გამეპარე მერწმუნე ვერ საცახვალ დარჩები რაც აშლის შესკენ ფრიად გაღიმებას გრძნობებად აფეთქებულ თვალებში ვინც შენებურად მოფერება
სულში ბროწეულებს მიფეთქე ვინ იცის შენებურად მოფერება სულში ბროწეულებს მიფეთქე ვინ იცის შენებურად მოფერება სულში ბროწეულებს მიფეთქე მიფეთქე ახლა კი სტუდიაში გვინდა მოვიწიოთ ადამიანი კომპოზიტორი რაღა თქმა უნდა და მომღერალი ფატი ბროლაშვილი გამარჯობა თვითონსო მოგესალმები წამოგზავნე აგეთ მომზავნე დიდი მადლობა ასია ჩემო ბიჭებო როცა ყავს შვენიერი ქალბატონი ვინ დასვავს შენ მხარეს მოიტაცა ესევე გადაიყვანა თავისკენ რა ყველაფერი დასწრებაზეა ჩემო მაგრამ ბატი როგორ ახარ პირველ რიგში რა თქმა უნდა ძალიან კარგად იმიტომ რომ თქვენი სტუმარი ვარ შენ გენაცვალე მე აი ასე უმაღლებს ჩვენთან მოსვლა ადამიანებს განწყობას გენაცვალო ჩემი თავი იცი რა ფატი პირდაპირ საქმეზე გადავალ შენ ხარ ავტორ შემსრულებელი დიახ და რა მაინტერესებს იცი მხოლოდ ჩვენთვის წერ სიმღერებს თუ სხვასაც უწერ როგორ არის იცი არ მემეტება სიმღერები ძალიან იშვიათია რომ სიმღერა გამემეტოს სხვისთვის არ გემეტ არ მემეტება ხო რაღაც ცოტა უხეშად თქვი მაგრამ ხო სიმღერა დავწერე აი ჩვენი უსაყვარლესი მივესალმები მეგობრები პატარა ქსოვრელები მიყვარხართ ძალიან გიორგი შოშიტაშვილი პატარა დიმა პატარა ჩემი პატარა გოგი პატარა და მთლად თოთო ჩემი გიორგი ეხლა ამათ ჭამა უწევთ მალე ილაპარაკეთ სიმღერა დავწერე და ჩემს მეუღლეს ვაჩვენე მეთქი სიმღერა დაგიწერე თქო და ну რაღაცნაირად არ ვიცი რატო არ მომეწონაო და მეთქი არ მოგეწონა და გიორგი შოშიტაშვილს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ძალიან ლამაზად შეკრა ეს სიმღერა მსმენელს მიაწოდა რომელიც ჩვენთან პრემიერა შედგა და მილიონობით გავიმეტე სხვათა შორის გიოსთვის და მადლობა გიო კარგად მიაწოდა მსმენელს სხვათა შორის იყო ასეთი შემთხვევა რესტორანში მღერი და მოდის სტუმარი კარგად რომ არის და ასე ხერში უჭირავს ეგრეთ წოდებული შაბაში თან არ მაძლევს მოდის და ასე ხერში კაცებს ნეტავ რა უნდა რაღაც და 2-3 დღის გასული იყო ეგ სიმღერა გიორგიმ რო შეასრულა გიორგი შოშიტაიშვილის ოცნების ქალი თუ იციო არც გამიგია აი მაშინ თქვი რომ თურმე რატო არ მემეტება სიმღერა ახლა იმას ვერ დაუძგებ რომ სხვათა შორის ეგ გავუშვი სიმღერა და ძალიან გამიხარდა ჩავრთე და ჩემო ფატი როგორც გითხარი გიოს სიმღერამ თქვენმა დაწერილმა მაგრა გაისროლა და ეხლა აქ რო დაგიძახეთ ჩვენც დაგვიწერე რამე რო სროლა აგვატეხინე მე და ნიკუშას თუ მე არ გაგემეტება როგორც ვატყობ მე რაღაცა კარგი თუ გამოგივიდა აქვე რამეს თუ აქვე თუ დაგვიწერე რამე ზაგებ რა მაგ შემთხვევის შესახებ როგორ იყო და ვინ როგორ იყო და ჩვენი მეგობარი საერთო მეგობარი უნიჭიერესი მომღერალი შალვა მორელი ო ჩვენი მაკაცი აპლოდისმენტები პირველად პირველად გაიგებს ალბათ მითხრა რომ ძალიან მომწონს შენი სიმღერები და ერთი სიმღერა რომ ჩემთვის დაწერო მე ვუთხარი არ ვიცი მეთქი რამდენად გამომივა ცოტა ის სხვა სტილი გაქვთ თქო ну მაინც რა ვიცი კაი თქო ვუთხარი რაღაცას ვიძა მოხონდა არ დაგპირდები დავწერე სიმღერა სახელწოდებით დავთხრები და რაღაცნაირად არ გამემეტა არც არაფერი არ მithქვია წავედი სტუდიაში და ჩავწერე ანუ შალვა ზიზდა გელოდება როდის გაუგზავნა არა არ მელოდება იმიტომ რომ ისეთი პასუხი ვუთხარი ვნახოთ რა როგორ იქნება თქო ნუ იდეა მომაწოდა კარგია ასე თქვა შალვას დავწერე დავთხრები წავედი ჩავწერე და ნუ მადლობა მსმენელს გავარდა რა ეს სიმღერა ასე მაგადაც გაისროლა აი მართლა რომ გაისროლა და მირეკავს რაღაც დროის მერე შალვა და
ნუ ფატი როგორ ხარ? აი როგორი კარგი სიმღერა, როგორ მომეწონა რა, თქვენ. ჩემს მეგობრებს, აი ყველას ძალიან მომეწონდა, ჩემს მეგობარს მოსწონს და პატარა რომ იმღერო რა, ეგ სიმღერა და ვიდეო მიმართვა ჩემგან რომ გადმომიგზავნო, გადავუგზავნე. არაფერი არ მიტყვია დღეს პირველად გაიგებს და სხვათა შორის მადლობა მინდა გადავუხადო შავას, კარგი იდეა მომაწონე. შენ ახლა ვიცი ფათი, შენ ხო კახელი ხარ? კი. კახეთში შენ როგორც იქცევი მასეთ ადამიანს, რაც ეძახიან თუ იცი? გახსოვს უფრო სწორად. აი რაც შენ ახლა მოყევი რომ უწერ სიმღერებს და არ გემეტება და შენ თვისიტებ არ გახსოვს რაც ეძახიან? გინდა გითხრა? ქვიდან ზეთი? ანუ თანამედროვე კახეთში კონკრეტულად შეიძლება შეძახენ, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ფატიმ ჩაუყარა საფუძველი ახალ მიმდინარეობას ეგოისტი კომპოზიტორი. ეგოისტი კომპოზიტორი და კარგია სხვამაც თხოვოს რაღაც, შეიძლება რაღაც იდეა შემეცვალოს რაღაც და მრავალფეროვანი სიმღერა. ჩვენ პატა ტყუილად წვალო და მეგური პასტა და ფურცელს ვიცი აქტურაბეს დაგვიწერთ, რომ ეს რომელი აღარ გადათქვას? აუცილებლად გავიმეტებ თქვენთვის. იცი რამე გაგიცხა, ამ რამოდენიმე წლის წინ ჩვენ ზაზასთან შევხვდით ერთმანეთს გოჩიტაშვილთან, რომელიც შეიძლება ითქვა შემონიკოლოს და მეთანხმები ბიჭებმა ეციან და მაყურებლისთვის მინდა ვთქვა, რომ რაღაცნაირად ისე იქცა ჩემი და ბიჭებთან შექმნილი სიმღერები, რაც დაწერა თითქმის ყველა გახიდა და იქ ხედავდი ხოლმე, მე იქ გაგიცანი შენ და უცბად შენმა ასე ვთქვათ შექმნილმა სიმღერებმა ძალიან მალე დაიწყო აკრიფვა, ესე ჩვენ ენაზე რო ვთქვათ რა. და მანამდე არ წერდი ახალგაზრდობაში? გონი არც ეხლა არ ვარ ვებერი, ეხლაც ახალგაზრდა. ბავშვობაში გვინდოდა მაწილი და ია და ნორჩი რო იყავი თორე. ეხლა ვარდივით ქეხარ რა გეკაც, რას ქვია, ამ ხელა ვარდი გაქვს იმაზე. კი, წერდი სიმღერებს, მენატრება ჩემი მიწა წყალი დავწერე, მაგ სიმღერით გამიცნო საზოგადოებამ, თუმცა ისე ძალიან რო ვთქვა, რომ რაღაც ბევრმა არა მქონდა მიწვევები გასტროლი რაღაც მაგ სიმღერით, მაგრამ აი რატომ შემიყვარდი რომ დავწერე და ჩავწერეთ ჩემს მეგობართან ერთად დუეტი, სხვათა შორის თელავში შევასრულეთ ეგ სიმღერა პირველად მახსოვს. ეს არის ტრამპლინია თელავი გენაცვალე. ნუ არც გურჯანზე ვიტყოდი რაღაც. გურჯანელი ხარ წარმოშობილი? კარდინახიდან თელავში გავთხოვდი. შეგენაცვალე. აი, ასე დაგეწყო რა, შეგენაცვალე. ძლივს არ გადმოსულ ხარ ჩვენ ჭკუაზე კაცი. და დაიწყო შენმა სიმღერებმა ზევითას. დაიწყო, ანუ ეგ სიმღერა რომ შევასრულეთ ღამე, აი მართლა ღამე გავიდა ეთერში და დილა გათენდა ჩემთვის აი რადიკალურად სხვა იყო, რომ გამოვედი სახლიდან დიდი სითბო სიყვარული და აი ცხოვრება რომ შემიცვალა რა. ფატი რა მინდა ისე გითხრა. მოდი ერთი რამე ვაღიაროთ ეხლა. ნუ შენ კონკრეტული მიმართულება გაქვს მაინც სტილისტურად გულისხმობ შენი სტილის სიმღერების და მაინც უნდა ითქვას რომ ესეთი სიმღერები ძალიან მოწონს მასას. აი საზოგადოება ასეთ სიმღერებზე და რატომ გეკითხები იცი ამას? რესტორანში მუშაობ, მღერი შესაქმეს აკეთებ იქ. აი როგორც კი ამ ჟანრის სიმღერა ჟღერდება, იწყებს ასე ვთქვათ ცეკვას მსმენელი და იქ გამოცოცხლებას. ხო და ხო არ განაპირობა მე შენი მიმართულებაც რა რომ იქითკენ გიბიძგებს რომ ცოტა ასეთი სტილის სიმღერები დაწერ. კი რა თქმა უნდა ცხოვრებისეულ სიმღერებს წერდი ყოველთვის და იყო ცოტა რაღაც დამსიმაფიქრე მატირე, მაგრამ ხვდები იმას რომ რესტორანში და ისედაც ადამიანი თავისი დარდი და რაღაც ეყოფა და უნდა რომ გამხიარო. მეტი პოზიტიური ის სიმღერები და ასე წამოვიდა ეს პოზიტიური სიმღერები. ოქროს ადამიანი ხარ განსაკუთრებით ბოლო ფრაზების მერე. რაც გავიგე. წარმატებები არ დამავიწყდება რომ შეგკვირდი მე და ნიკოლოს სიმღერას. მოვიკითხავ მაგას და თელავურად მოვიკითხავ თან. და ნიკოლოს მე მგონი რომ წარადგინო დღევანდელი სიმღერა რომელიც ფატი მოგვიტანა და პრემიერა შესრულდება. მე დიდი სიამოვნებით დაგითმობ ეთერს ნიკუშასთან ერთად იმ იმედით რომ ნამდვილად ეს სიმღერაც გაისვრის, გელოდება შენი
საყვარელი მსმენელი და წარგადგეს ნიკოლოზი. მოკლედ ჩვენი უშენიერესი ფატი ბროლაშვილის სიმღერით, რომელიც შეიძლებოდა სხვა სიმღერა, მაგრამ კარგია. თვითონვე შეგვისრულებს სიმღერის სახელწოდება შემახსენე. გაუბედე და შეგიყვარე. აი, გაუბედე და შეგიყვარე და ექსკლუზივი ჩვენს მოკლედ როგორც შენ თქვი მღერის ეგოისტი კომპოზიტორი ფატი ბროლაშვილი ხო? შეგიყვარე იმ დღის მერე და მაქვს შენზე ფიქრები მინდა გული დამიამო შენს დედოფლად მაღიარო ვიცი უფრო ძლიერ შემიყვარდები გავბედე და შეგიყვარე შენი ხარ გავბედე და შემიყვარე შენი ვარ თელ სიცოცხლე შენ გაჩუქე ახლა შენთვის უმღერი ვარ ჩემი ხარ შენი ხარ გავბედე და შეგიყვარე შენი ხარ გავბედე და შემიყვარე შენი ვარ თელ სიცოცხლე შენ გაჩუქე ახლა შენთვის უმღერი ვარ ჩემი ხარ შენი ხარ ასე როგორ შეგძლებია რომ დამალო სიხმარული და ცხოვრობდე გამოდმებით დუმი ნუ ფიქრი არ გაწამებს თარდებსაც რომ არი გარემო ჩუმად მითხარ მიყვარხარო ჩურჩული გავბედე და შეგიყვარე შენი ხარ გავბედე და შემიყვარე შენი ვარ თელ სიცოცხლე შენ გაჩუქე ახლა შენთვის უმღერი ვარ ჩემი ხარ შენი ხარ გავბედე და შეგიყვარე შენი ხარ გავბედე და შემიყვარე შენი ვარ თელ სიცოცხლე შენ გაჩუქე ახლა შენთვის უმღერი ვარ ჩემი ხარ შენი ხარ შეგიყვარე შენი ხარ გავბედე და შემიყვარე შენი ვარ თელ სიცოცხლე შენ გაჩუქე ახლა შენთვის უმღერი ვარ შენი ხარ შენი ხარ გავბედე და შეგიყვარე შენი ხარ გავბედე და შემიყვარე შენი ვარ თელ სიცოცხლე შენ გაჩუქე ახლა შენთვის უმღერი ვარ შენი ხარ შენი ესე იგი შესანიშნავი სიმღერა იყო. სიმღერა ხო არ უნდა დამაწერინა? არა, გადასარევი სიმღერა იყო, მაგრამ ცოტა დამღლელი ჩვენთვის. ესე იგი ჩემო ძვირფასებო, ფატი, მადლობა ამ სიმღერისთვის, პრემიერისთვის, მაგრამ რატო არ გაგიშვით ახლა? მადლობა თქვენ. მინდა გითხრათ, რომ სტუდიაში გვინდა მოვიწვიოთ ის ადამიანი, რომელსაც შესაძლოა ემღერა ეს სიმღერა. რომ გაიგო, რომ ჩვენთან იყავის უბრალოდ სპეციალური რეისით, კარგად არ გაჩერებული თვითმფრინავი და გადმოხტა და მოგვისწრო შალვა მორელი მივესალმოთ. პასუხი თავად. შეგენაცვალე შალვა მოდი შენ შემგვერდით მოდი ეს რა მოისმინე ისე ბატა მძიმე საგნები მოვარიდოთ არა ძალიან კარგი გოგოა და ვერ გავიმეტებ მძიმე საგნები შენ გაიგე რაში ყოფილა საქმე საქმე იმაში ყოფილა აღარ გავანებოთ თავი რაშია ახლა საქმე არაფერი არ მეკუთვნი. ვიგავი ეს სიმღერა ჩემთვის ისრაელიდან მოფრინავს. ისრაელიდან მოფრინავს და ისევ ჩემგან გეკუთვნის შეგან. ისრაელიდან მოდიხარო და მე მთხოვინებულ საგას. ჩავა როგორ ახარ ჩვენო მეგობარო კარგოკაცი. ახტება შენსკი. მადლობა ღმერთს ველოდებით მშვიდობას.
ყველგან მთელ სოფლიოში, ასე რომ ვართ ამ მშვიდობის მონოდინში. მუშაობ მღერით, ცეკვა ცოტა ისე არ გამომდის, მაგრამ ისეთი ლამაზ სიმღერა იყო, იქით კულისებში ცეკვავდი, სხვათა შორის ეს დავბერდი და შემინახე თუ როგორ გაუბედე და შეგიყვარე. გაუბერდი და შემინახე. გაუბერდი და გადავდო. არის ეგეთი ბაიათი რა, დავბერდი და შემინახე, მამა ეუნება შვილსა და იმიტომაც ფოდის შენ, მაგრამ იქ ცეკვავდი. ძალიან იმადა არა და რა მეგონა ბიჭო რა მეგონა ისე თუ ატყდებოდა ერთი ამბავი და სკანდალი უფრო გვაწყობს ახლა ჩვენ კაი ძალიან ლოიალური ვარ და სხვათა შორის ძალიან ვაფასებ ფატის შემოქმედებას რომ სკანდალს თავიღავანებოთ იმის იმედი მაქვს მაინც რომ თქვენ ხო შეგპირდათ და ეხა ეგეთ სიტყვას მეც ავიღებ დღეს ფატიდან ეს ასე მშვიდად ლაპარაკობ ესე ასე მშვიდად სასისხლიანებული აქვს თვალები ხო იმიტომ არ იხსნის საფალებს აუცილებლად დაგვედა აგერ ბიჭებთან შეგიძლია სიტყვა მომწეროს კი ბატონო აგერ ბიჭებს ვუთხარი სიმღერას დაგიწერ ხო დავწერ და ჩავწერ შალვა რამდენი ხნით ჩამოხვედი მონატრებულ საქართველოში სულ რაღაც ერთი დღით ჩემი ძმა რაღაცა და იცი რა აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა რომ სპეციალურად გადაცემისთვის ჩამოხვედი და მიხარია რომ შენც დღეს სიმღერის პრემიერით ხარ და მოგინდა რომ ჩვენ გადაცემაში გაგეჟღერებინა და მადლობა ამისთვის გაიხარით ხა მაგ ხარჯებს ჩვენ ვერ გადავიხდით ამიტომ გიხდი ასე დიდი მადლობა ჩვენ დიდი მადლობა შენ და ჩიტოვიც და თქვენ გადაცემას რა თქმა უნდა ჩვენ რამოდენიმე 10 წლეული არის ჩვენ მეგობრობთ და მე პირველად არა ვარ შენთან და ყველა გადაცემა რა თქმა უნდა წარმატებულია და ფატისთან მაქვს ერთი შეკითხვა კიდე არ მოეშვება რაღაცნაირად გამიჩნდა მადლობა ღმერთსა ბევრი სიმღერა მაქვს მე წარმატებული და ერთ-ერთი სიმღერაა ამ სიყვარულს შესახელს ვარქმევ იყო ჩვენ მე და სიფრაშვილმა ნინომ ვიმღერეთ ნინოს მოკითხვა ვიმღერეთ შენთან და ესე იგი ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა ჩემი კოლეგა რესტორანში რა თქმა უნდა ესე იგი ნომერ პირველი სიმღერა რომელსაც აზაკაზებენ რა ამ თხოვნით მიდიან და რაღაც ვიღაც შაბას აძლევენ რაღაცა ვიღაცას ნორკას ჩუქნიან რაღაცა და ფატისთან მაქვს შეკითხვა რა ეს ძალიან ბევრი მუსიკოსი ამის წინ ვიყავი ჩამოსული ჩიტოვიჩი ხო და ძალიან ბევრი გნახე რა ამიტომ მოგმართ ხო და ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა მეუნება და მლოცავს და თქვენ გაიხარეთ და შენი ჭირი ერთი ვაფშე ვნახე შენგენაც ვალე რო იმღერე შენ და სიფრაშვილმა ეს სიმღერა რა იყო კი მაგრამ მადლობა აი ხო ხარაშო სიმღერამ გაიმარჯვა ხალხს უყვარს რაღაცა მაგრამ ხო და ბიჭო ერთი 3 თვის უკანო სპალინა ვიყიდეო ჩემთვისო 2 თვის უკანო კუხნაო 1 თვის უკან კაფელი დავაგეო და შენ არაფერი გაიკეთები ამ სიმღერით არაფერი არ გამიკეთებია მოგატყუები იმიტომ რომ იყო ეგ შემთხვევაც თავად გადმომიგზავნა ვიდეო ჩემი ნამღერი ეს ამ სიყვარულს შესახავს ვარქმევ შალვამ და თან მირეკავს და მეთქი არ მითხრას ახლა არა ვიცი არ არის ესეთი მაგრამ რატო იმღერა არ დაუწერი არ გავიმეტე და ბოლოს მითხრა რომ მინდა გითხრაო რომ ძალიან ბევრმა შეასრულა ეს სიმღერა ფატი და ნინო სიფრაშვილის შემდეგ შენი ნამღერი ძალიან მომეწონაო და მადლობა თქო. ხო ისე ეგ უნდა გაითვალისწინო რა ადამიანებმა ხა ვიღაცა რო იმღერებს კარგად და მე შენ რო შეულობ იმ სიმღერით თუ ნორკის შუბას შუქრიან თუ სახელობა ის მოახია იმ ნორკის შუბას. ჩალო დიდი არაფერი აი ეს რესტორანი უნდა შეიცვალო ბანტი ვიყიდე. თქვენი სიმღერის შეკვეთებიდან ბანტი ვიყიდე რომ აქ მოსულიყავი. ძალიან კარგი ძალიან ლამაზი ბანტია და არქვი მორელი. შალვა გენაცვალე მთავარი კითხვა რაც მინდა დაგისვა ერთი ეს გუდი რო წამოიფარო აჰა თინეიჯერიდან რა მე სადათა თუ თაშხია რატო გამოგხადე დათაშხიას ფორმაში ეხა პრიჩოსკაც გამიფუჭდება რა არა შენ ისე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი თქვენთან დიზაინერია რომელმაც შემიკერა ეს ლუკი და არ მინდა რომ სახელი და გვარი და რა ცოტა რეკლამაში წაგვივა და მე ეხა მე აქეთ ფული უნდა მოთხოვო და შენი ფულის გაცემა მე ვიცი რაც ავიდა რამე და რაღაცა ფულთან მიმართება ჩანს იმას რაცაა გასაყოფი დანის პირზე უნდა იარო კი ჩემო შალვა გითხარი აბა შენი პრემიერა ვისია ფატისი რო არ არის ზუსტად ფატისი არა კეთისია ხუციშვილის ო გადასარევი კეთი ჩვენ შეგვიქნა
მე დაგსურველებს ჩვენი ჰიტი. კი ბატონო, ვიცი. თქვენი რამე რო იყოს რა, ერთმას და მეორემაც რო იცოდეთ რა. თქვენი ჰიტი კი არა და ეხლა 1-2 კაპიკი ეხაც თქვენი ჰიტიდან გაჩასულა. აი, კეთი ნიჭიერი ადამიანი მოვიკი. პირველი სიმღერა კეთს დიდი ხანია ვიცნობ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. და რატომღაც არ გამოგვდიოდა, არ ვიცი არა, ჩემს ვერ წერდა. ეგრე ჭირთ რა, რომ თხოვრო რაღაცა, წერე სიმღერას, თვითონ მღერიან მერე და ჩვეულებრივად, ეგრე ჭირთ პატი და ერთ-ერთი სიმღერა ეს სხვათა შორის სიმღერა ისე მანახა, თავის ნამღერი გამომიგზავნა და ისე ფანტასტიკურად მღერის ახლა კეთის მერე სიმღერა იმღერო, ძალიან მაგარი ნაგელი უნდა იყო. მადლობა ღმერთს არაფერი მჭირს. ხო და გადავწყვიტე მეც მემღერა რა და პირველი სიმღერა, რა ვიცი, იმედია რომ კიდე შეძლებს და კიდე რაღაცა. რა ქვია სიმღერას? სული კითხე ვერ გაიგებ. სული კითხე ვერ კი ბატონო. ძალიან სულად დამახსოვრებელი სიმღერა. არა, შენ როგორ იმღერებ, ეგარი თორე. უსათაუროც რო იყოს სიმღერა, მაინც გავარდება შენი ნამღერი. ხო, დავარქვებ ხალხო. ძალიან მაგარია. ნამღერიც მე მგონი რომ კარგია და მოგეწონებათ რა თქმა უნდა და მთავარია რომ ჩემს მსმენელს მოეწონოს რა. მე ყველაფერს ვაკეთებ ჩემს მსმენელისთვის. მართლა ეგრეა და იმედია რომ ამ სიმღერასაც შეიყვანებენ. ეს სიმღერა უფრო საზაფხულოა. მაგრამ ისე ცივა ეხა თბილისში რომ მაინც ვიფიქრე რომ ზაფხულამდე არ გავიტანო, ხო, ზაფხულამდე არ გავიტანო ეს სიმღერა და უფრო სითბო შემოვიტანო ამ სიცივ. აი, მაგ შემოტანაზე გამახსენდა, ის თუ ჩამომიტანე რა ჩემპიონი. ამ დროის ჩქარა გადავწყვიტე შენთან ჩამოვიდა არ ჩამომიდანია ვერ რატო ჩქარავდი მე რა წამოსულიყავი სხვა დროს ჩავგეწერა და ეშკოლიოტი ჩქარობდა ეგონა სიმღერას დავახვედრე დისკუსიაში აი ფათი აი ამდენ აუდიტორიაში ვპირდები რომ ის რაც შევპირდი პაატას შემდეგ ჩამოსვლაზე აუცილებლად მეც აუცილებლად სიმღერას დაგახვედრე კარგით მოკლედ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ჩემო ფათი ჩემო ძვირფასო გამშვენიერებ ამდენ მამა საქმე მოგეცით უკვე არ გამოგელევა საქმე ერთი სიმღერა ორი სიმღერა მე ამასობაში აქედან რომ გახვალახა ამ გადაცემის გასვლის მერე დარწმუნებული ვარ კიდე ბევრი დაგირეკავს სამი სიმღერა 4 სიმღერა და და ძალიან ბევრი სიმღერა მექნება კი ბატონო და იმის თქმა მინდოდა ჩემო ძვირფასებო დიდი მადლობა თქო რომ ამშვენიერებ ამ სტუდიას ამდენ მამაკაცების გარემოცვაში და ჩვენი ძმა და მეგობარი თქვენთვის საყვარელი მომღერალი არა მარტო საქართველოში მინდა გითხრათ მის კონცერტებზე ნამყოფი ვარ შალვა მორელი კეთი ხუციშვილის სიმღერით რომელსაც ქვია სული კითხე ვერ გაიგებ სული კითხე ვერ გაიგებ აი ნახო წლებმა თითქოს თქვა თავისი საქმელი ცხოვრება არასდროს თავდება მე ხომ შენგან არსად არ ვარ წამსვლელი შენთან ოცნებები ცხადდება და რატომღაც მგონია ჩემთვის მოგიგონია სიყვარულს ხომ დიდი ძალა ჰქონია დრო გაირბენს და დრო ჩემთვის არ შეჩერდება მხოლოდ გული მაქვს და ისიც შენ გეფერება და გიცდი დღეს უშენობით წუთიც კი წამში ბერდება რომ მესიზმრები გვიან თენდება და ვიცი დრო გაირბენს და დრო ჩემთვის არ შეჩერდება მხოლოდ გული მაქვს და ისიც შენ გეფერება და გიცდი დღეს უშენობით წუთიც კი წამში ბერდება შენი გვიანე განვიცდი იანვარში ვარდებს აგიყვავებდი შენ საქმელთან დავხატავდი მზე ნუ მეტყვი რომ თითქოს არ გენატრები მე ხომე ვარ და არ გავარსხვე შენს ღიმილს რომ ვიხსენე
გაზაფხული მგონია სიყვარული ასე გამიგონია დრო გაირბენზა დრო ჩემთვის არ შეჩერდება მხოლოდ გული მაქვს და ისიც შენ გეფერება დაგიცდი დღეს უშენობით ცუდიც კი წამში ბერდება რომ ეს ისმრები გვიან თენდება და ვიცი დრო გაირბენს და დრო ჩემთვის არ შეჩერდება მხოლოდ გული მაქვს და ისიც შენ გეფერება დაგიცდი დღეს უშენობით ცუდიც კი წამში ბერდება შენი გვიანე განვიცდი გაირბენზა დრო ჩემთვის არ შეჩერდება მხოლოდ გული მაქვს და ისიც შენ გეფერება დაგიცდი დღეს უშენობით ცუდიც კი წამში ბერდება რომ ეს ისმრები გვიან თენდება და ვიცი დრო გაირბენზა დრო ჩემთვის არ შეჩერდება მხოლოდ გული მაქვს და ისიც შენ გეფერება დაგიცდი დღეს უშენობით ცუდიც კი წამში ბერდება მაგრამ მე აღარ დაგიცდი